აგზავნილი ვარ შეთანხმება მოსაზრებების თაობაზე, მას შემდგომ ეტაპზე და გვექნება სამი ძირითადი ერთი სხვადასხვა. გამოვიღეთ დარჩა სამი ძირითადი ერთი სხვადასხვა. რეგლამენტით კომისიები უფლებამოსილნი არიან 820,000 ყველა აქ რა? რეგლამენტირებული რა არის რეგლამენტირებული? ჩვენ სხვა წესით განვიხილავ, წესით არ განვიხილავ. დასაბლებული ხარ. არაფერი არ იცვლება მაგით. იტი არ იცვლება. აი მაგალითად ბატონი აზორის კომისიის ძალიან მომხრე. ენჯის კრა. იყო და გადაწყვეტილება მიღებულია. საკითხის განხილვა წარმოგიდგინოთ უმაღლესი საბჭოს სარჩელი, რომლითაც უნდა მიმართოთ სასამართლო. უმაღლესი საბჭო და შესაბამისად უმაღლესმა საბჭომ და ბოლოს ხომაზე როცა ნაჩქარევად იქნა მიღებული დაიგო ყველა რომ პრეზიდენტის დანიშნულება ეს სხვა თემა მე უფრო ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მაინტერესებს და სწორედ ამის ავინჩერეს კაცით რომ მომავალში არ იყოს ავტონომია ეს მისი სტატუსი დაგვიწყებული იქნება კომისიები და ფრაქციები რაღაც საკითხები და თქვენ ეს უბრალოდ თავს და მეორე კითხვის მოყვება მაგას დღეს 4 საკითხი გქონდა ბიუროზე და უმნიშვნელოვანესი იყო 2 კვარტლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგად არის შესრულებული, არის რაღაც ხარვეზები, რაზეც კომისიები იმსჯელებენ და შემდეგი ბიუროსათვის, შემდეგი ბიუროს ხდომაზე გამოიტანენ თავის ვერდიქტს, თუ რა არის გასასწორებელი და რა რჩევა შეგვიძლია მივცეთ და რა რეკომენდაცია მთავრობას, რომ უფრო უკეთესად იქნეს საკითხები გადაწყვეტილი. აგრეთვე იყო ახალი კანონმდებლობაში ცვლილებები, კანონებში, აჭარის საარჩევნო კანონში დაზუსტება და ცვლილება იმ მიმართულებით, რომ საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ივნისში მიიღო შესწორებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად ჩვენ უნდა მიუსადაგოთ აჭარის კანონმდებლობა საქართველოს კანონმდებლობას და ამითი არის გამოწვეული ეს საჭიროება და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები ყველა განიხილება კომისიებში და შესაბამისი დასკვნები იქნება დადებული.